მოგესალმებით, დღეს არის 23 ივნისი. დღეს არის ლილეს გამოსაშვები, ბოლო დღე ბაღში. გუშინ ძალიან გვიან დავიცინეთ, 3 ხდებოდა რომ დავიცინეთ. და ალდექით აგერ გავიღვიძეთ ვის ნახევარს. ხო? მოვალდე, მე და მამიკო მოვალდე ერთად. გამოიტანე შენი სკამი. ხოდა რამდენი ხანი გვეძინა თქვენ დაითვალეთ. ძალიან მეძინება. ახლა კიდე ერთად გავამზადოთ ლილე და ის უნდა გავუშვა ბაღში ჩვეულებრივ დროს და ჯექი აქ და ჯექით მაგავიკეთოთ და მე კაბა ჩავუძოთ. და მე და სოსო მივალთ 12-ისკენ. გავასწორეთ. გავამზადებ ლილეს და დაგიბრუნებთ. მოდი აბა. ეს დავაძე. მოტრიალდი ნილა უკანას. უკანში ტრიალდი. აი ნილა. კიდე მოტრიალდი უკან ზურგი ვანახოთ ბეჭები, ბაბთა რო გიკეთია. აი ეს. მოდი ახლოს თმა ვანახოთ როგორ ჭყიალებს თან და ზეზე კიდე უფრო მოიცადე. ზეზე კიდე უფრო დაეტყობა მოიცაკშეს. აი ეს მოტრიალდი. ვაიმე, შუქზე როგორ ჭყიალებს. აი ესე გავუკიდე დედამ თმები და აი ესე ჭყიალებს ეს. დედეს ლამოის. დავიწყოთ გამზადება. გავახმოვანოთ სხვა რა გზა გვაქვს. აბა ეხლა ვნახოთ ლიკა რას გაიკეთებს. ლიკა გაიკეთებს რა თქმა უნდა. სუბუქ ვითო მაგიაშს. იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ჩემ მტერმა წაისვა ტონალური სახეზე, თუმცა როგორც მახსოვს კორექტორს მაინც წავისმევ. როგორც მახსოვს თქვენ, იმიტომ ვამბობ რომ 23-ია ეს გადაღებული ეს კადრი და დღეს 25-ია. ეს არის ჩემი წარბის ფიქსატორი. რა ვიცი, ყოფილი ვარ ამაზონიდან გამოვიწერე, სახელი აღარ მახსოვს რა ქვია, მაგრამ მაყოფილი ვარ, ბოლო რამოდენიმე თვეა, 2-3 თვეა დავიწყე გამოყენება წარბის ფიქსატორის და მაყოფილი ვარ, ესეც ჩემი კორექტორი ტარგეტში შეძენილი. არ მახსოვს რისი არის, მაგრამ რაღაცა ცნობილი იმის არის ბრენდის. სახელი აღარ მახსოვს, არც მაგის. ხო და აი ესე მე ხანება მიძილი გამით. ეს არის ფუნჯს ვასველებ ხოლმე, რომ აი ნოტიო ფუნჯით უფრო კარგად ჩდება კანში, მე კორექტორიც, ტონალურიც, ნებისმიერი რამ და ვასველებ ხოლმე მაკიაჟის ფიქსატორით და გემრიელად ისმევა ეგრე. უბრალოდ წავისვი კორექტორი, იმიტომ რომ ჩაშავებული თვალები მაქვს ყოველთვის გენეტიკურად. და ვცდილობ ხოლმე რომ კორექტორით ამოვითეთ რომ ხო მაგისია კორექტორი ისედაც და და მეც კი არაფერს არ ამეცნე ტონალურს რო აგრილდება მე შემოდგომიდან იმასაც იშვიათად ვისმევ ხოლმე ძალიან ბედნიერი ვარ აქ წარმოდგენაც არ მაქვს ლილეს ღონისძიებაზე მთელი 17 წუთით დამაგვიანდება ხალხო წარმოუდგენელი საცობი დაგხვდება გარეთ მე მანქანაში ტირილსაც ვასწრებ არ გადამიღია ოღონდ ჩემი ზლუქუნი. ვტიროდი, იმიტომ რომ ლილეს გონებაში რო ჩავძვერი და წარმოვიდგინე ლილეს ადგილას ჩემი თავი რო დედას და მამას ველოდები და დავიწყე ზეიმი და არჩანან ყველას მშობლები არიან და ჩემი დედიკო და მამიკო არჩანან, ალბათ მილიონჯერ იფიქრა რომ შეიძლება არ მივსულიყავით და აი ეს რო წარმოვიდგინე, უარესად დავიწყე ზლუქუნი. ეს ჩემი თვალების პალიტრა ხო და აი ესე დაგვაგვიანდა მთელი 17 წუთი და ლილეს ზეიმისთვის 17 წუთი ძალიან ბევრს ნიშნავს. არ იყო დიდი დროის რაღაცა 1 საათიანი ზეიმი არ ყოფილა. ჩვენ რომ მივედით კიდევ ერთი 35 წუთი გაგრძელდა, 30-35 წუთი გაგრძელდა კიდევ ღონისძიება და მე შესავალი ვერ გადავიღე. რომ მივედი, რაც მოვასწარი 30 წუთში ისინი გადავიღე. რას ვიზავთ ვეღარ შევცვლი უკვე ამ მდგომარეობას დავაგვიანე. არ ვიცი ალბათ ესე იყო საჭირო რაღაც ესე დავაჯერებ ჩემს თავს.
ხო და ესე ვემზადებოდი ჩემ გოგოს სეიმზე წასასვლელად. ლილე წაიყვანა სოსო, მაგ უკვე სახლში არ არიან. წაიყვანა სოსომ ლილე დილით უნდა ყოფილიყო ბაღში 9 წუთებზე და ჩვენ უნდა მივსულიყავით 12-ზე. თვითმაც მის ვარცხნილობაზე ვფიქრობდი, რომ მეთქი აუცილებლად ალბათ გაწეწილ-აწეწილი დამხვდება თქო რომ მივალ ბაღში, მაგრამ შენარჩუნებული ქონდა ისე ვარცხნილობა, ყოხტათ ლამაზად არ ქონდა აწეწილი. იმანაც უშველა რომ თმის ფიქსატორი უყიდე ლილეს. არ მახსოვს წინა ბლოგში ვთქვი თუ არა, ეს პუწები რომ დატკეპნილი ქონოდა რა, ატკეცილი. და მაგანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ვარცხნილობა კარგად შეუნარჩუნდა ღონისძიების დასრულებამდე ბოდიშით. ეს თეთრ მაიკაზე კარგად მშვენივრად მეყრება წენები. სახე სულ მეკავება, სულ რანცხვერს ვიფხანან, ლოყას ვიფხანან, ნიკავს ვიფხანან. ჩვენი ცნობილი ლაინერი, რომელზეც არ გენანებათ ხოლმე კომპლიმენტები, რომ კარგად მისვია, კარგად ვისმევ, ჩვენ ვერ ვისმევთ, მე ვერ ვისმევ. ნერვოზი დამმართა და ასე შემდეგ. ახაც გეტყვით, რომ როგორც ხედავთ, რა სწრაფად ვისმევ. ეს იმის დამსახურებაა, რომ რაღაცა ოქროს ხელები კი არა მაქვს, არა, უბრალოდ მილიონჯერ მაქვს უკვე წასმული და თვალდახუჭულით შეიძლება წავისვა, რომ ისე რომ ერთს არ დავახმოხამებ. ხო და ამიტომ ხშირად ვცადეთ, ბავშვებო, ხშირად და აუცილებლად დაამუღამებთ იმ ფორმას, იმ ზომას, რაც თქვენს თვალს უხდება. მე ბოლოს აი ესეთ ფორმაზე ჩამოყალიბდი, თორე სულ თავიდან სულ სხვანაირი ფორმით ვისმევდი ხოლმე და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ესე არ უნდა წამესვა და ესე უნდა წამესვა და ჩემი თვალისთვის სასურველი ფორმაც დავამუღამე, ეგრე ვთქვათ. ეს წენი არა, ტუში უბრალოდ. ტუში 1-3 ცალი მაქვს, ყველაზე კარგი ეს არის. დანარჩენი 2-საც არ აუშავს, მაგრამ მაინც ყველაზე კარგი ეს არის, თუმცა ჩემ წამწამებს არანაირი ტუში არ შორის, იმიტომ რომ ფაქტურად არ მაქვს წამწამები. და როცა ფულიანი ვიქნები და როცა მუშაობას დავიწყებ, აუცილებლად გავიკეთებ ხოლმე წამწამებს, რომ დამეტყოს ოდნავ მაინც, იმიტომ რომ არ მაქვს. აი აქ ცოტა მივიდღაბნე და ვინშვებით კიდევ ესე ყურის ჭხირით ვიმიწმინდავთ ხოლმე გადაღაბნილ ტურს ფანქარს, რა ვიცი. შემდეგ ფიქსატორს ვეძახი ამას თეთრ პუდრს, რომ აი ეს სიპრიალე და ეს კორექტორი დასვას ფერში ყოხტა ჩააჯინოს, სოსოც მოვიდა. წაიყვანა ლილე და მოვიდა. ხო და ბოლოს აი ესეთ პუდრს ვისმევ ხოლმე, რომ ერთ ფერში დასვას სახე. და პუდრის შემდეგ აი ეს არც თუ ისე ყავისფერი, ღია ყავისფერი ლოყებთან. არც თუ ისე მუქი არ მიყვარს, აი ესეთი ოდნავ რომ შეიძლება არც დაეტყოს რა დიდად არ მიყვარს ვარდისფერი და ძალიან ყავისფერი ლოყები არ მიყვარს. სულ ოდნავ რო ეტყობა, ოდნავ. ესე. სახის მიმიკებიც მაკიაჟის კეთების დროს ესე უნდა უფრო დავჭიმოთ და ტუჩები უნდა მოუბრუცოთ. 9 ჯერ უნდა მოვიფხანოთ ცხვირი. რამჭირს არ ვიცი, ალერგია მაქვს ალბათ. ბოლო დროს ცხვირი ხშირად მეფხანება. შემდეგ გადავდივართ პომადაზე, ვიწყებთ ჯერ წითელი კონტურით. ამ შემთხვევაში წითელი პომადა გადავწყვიტე, რომ უნდა წამესვა. თორე ზოგადად მიყვარს იასამნისფერი, თქვენ ჩემ ტურში ნანახი გაქვთ სხვა ვლოგებში იასამნისფერი ტურსაცხი და ეხლა გადავწყვიტე, რომ წითელი წამესვა. ეს წითელი პომადა არის სასწაული ტექსტურის, როგორ გითხრათ, აი როგორც კრემი და როგორც პომადა ესე კი არ აჩდება ტურში, აი თითქოს პუდრით ისმევო, თითქოს აი რა ისე ჰაეროვნად აჩდება ტურში, რომ თითქოს არაფერი არ გისვია საერთოდ და სივიაში ვიყიდე, აქ აფთიაქში ვიყიდე, ეს სხვათა შორის და ძალიან კმაყოფილი ვარ. წაბაჯბაჯდა ლიკა, დალია წყალი, ცისტერნა გაავსო, მობაჯბაჯდა. ხო და ეხლა თმებს თან ამ ვარცხნის დროს ვფიქრობდი რა, როგორ ხო მახსოვს არ ვფიქრობდი და როგორ გავიკეთებდი თმას და ბოლოს არა დე მადლობა. ბოლოს აი ეს მოვიფიქრე, რასაც გავაკეთებ ეხლა. დავისწორე, შეკვრას ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ოდნავ გადავისწორე, ძალიან არა ოდნავ ფენით გადავისწორებ.
და ნახავთ, რასაც გავაკეთებ. ფენს ვიყენებ ძალიან იშვიათად. აი, ძალიან იშვიათად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არ თითქმის არ ვიყენებ. აქ ისევ ჩაამატა, რატო ჩაამატა, არ ვიცი, მაგრამ გადაასწორა მაინც. დრო ხო უნდა გაიყვანა და ალბათ მაგიტო. აჰა, დავამატეთ, აბა მარა რა გენაყურება ლიგა. ხო და გავიყავით შუაზე თმა და ოდნავ გადავისწორებ, როგორც გითხარით. ისევ იმიტომ რომ ისევ მისამაგრები უნდა დამემაგრებინა და ძალიან აწეწილი რო არ ყოფილიყო, ოდნავ გადავისწორებთ მას. ესე შეძლებს და გვარად გავისწორეთ და შემდეგ აი ესეთი მისამაგრებით ჩოლკას ვიმაგრებ, რომ წინ თვალებში არ ჩამეყაროს. ანუ გამოვდის, რომ წინ გადაწეულია და უკან გაშლილი. ისეთი არჩევანი გავაკეთე, იმიტომ რომ მივდიოდით მანქანის თორე ფეხით რო იყო სადმე წასასვლელით, მაგაშილი ჩემო მტერმა იარა ისე ცხელა გარეთ და რახან მანქანით მივდიოდით, მანქანაში სიგრილე იყო და იქაც ვიმედოვნებდი, რომ კონდიციონერი იქნებოდა ჩართული და დაგხვდა კონდიციონერი ჩართული. ასეთით მისამაგრები ძალიან შემოყვარდა ამ ბოლო დროს და მინდა რომ ცოტა დიდები ვიყიდო კიდე. გრძელები უფრო რომ კარგად დაამაგროს თმა. აი ესეც ესე. ესეთი გამოგვივიდა. მე მგონი კაკია. ეხლა რა საპირეფლიკა შემახსენე? ნაი, ბატალა. ანუ გარეთ რა ხდება ვერ აგიხწერთ. გარეთ არის ჯოჯოხეთის ცეცხლი, ისეთი სიცხეა. 33 გრადუსია, მაგრამ შეგრძნება არის ალბათ 45-ის. ვერ აგიხსნით, ან ასფალტით ნება ესე გონია, ფეხები გეწებება, გეგონება. საშინელება ხდება. კიდევ კარგი რომ ლირა დღეს ბაღს ამთავრებს და გამოსაყვანი არ ყავს ამ შუა დღესაც ხოლმე ბაღიდან. საშინელება ხდება ხალხო ეს რა არის. Umbrella.
მე როგორი ბედნიერი ვარ, ემოციებში ვარ. ვაუ, რა მაგარია და უფს. სოს, გომა ეზარება.
ძალიან მაგარი გოგოა. დავბრუნდით სახლში. აი მე რა კარგია სიგრილე, გარეთ იყო საშინელება. გარეთ არის საშინელება ხდება. ბედნიერი ვარ, რომ ლილემ ბაღი დაამთავრა. და ამ სიცხეში, ამ ზაფხულში არ მეყოლება გამოსაყვანი ბაღიდან. ძალიან კარგი იყო, იმედია თქვენც მოგეწონათ. ეს მაიკები არ უცოდი თუ ეცმეოდათ ბავშვებს. კაბის სილამაზე ნახევრად დაიფარა, მაგრამ არა უშავს. ძალიან ლამაზები იყვნენ ყველანი, ძალიან საყვარლები იყვნენ და მართლა კმაყოფილი ვარ, თუმცა სამწუხაროდ ღონისძიებაზე დავაგვიანეთ მთელი 17 წუთით. ძალიან ბევრი რამ გამოვტოვეთ. დაგხვდა საცობი, რომელიც არასდროს არ დამთავრდა. და მანქანაში ვიტირე კიდეც სანამ ბაღამდე მივედი, იმიტომ რომ განვიცადე ლილეს ფიქრებში, ვიცოდი რაც ხდებოდა, იფიქრა რომ ყველას დედიკო მამიკო მივიდა და ჩემი დედიკო და მამიკო არ ჩანს და ეს 17 წუთი ლილესთვის იქნებოდა მთელი დღე. ხო და ამას განვიცდიდი რა, მის ადგილას რო წარმოვიდგინე თავი. სამწუხაროდ ესე მოხდა. მაგრამ მაინც ყველაფერი ბოლოს კარგად დამთავრდა. კმაყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ, თვითონაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია. და ეს ეტაპიც გავიარეთ წარჩინებით. სექტემბრიდან უკვე სკოლაში შევა ჩვენი ბავშვებოთ და ახალი ეტაპი დაიწყება მის ცხოვრებაში და ასევე ჩვენს ცხოვრებაშიც. მეორე ბაიასთან ერთად კიდევ რაც თავარია. всё, ამით დღეს არ ვიცი კიდევ ჩავწერ თუ არა ამ ვლოგისთვის რამეს, მაგრამ ამ მომენტში ამით ვამთავრებ. საღამოა, მაგრამ მაინც ძალიან ცხელა მინდა გითხრათ, ჩახუთულობა. სოსო მითხრა, რომ იცოდეო. დაგწხებაო ლიკაო. კი, არა, თუ დამწყა, არც გეტყვი მეთქი. ხოდა. ლილეს იმდენად უნდა ხოლმე შეირნობა, რომ ეხა როგორ მოთხარ, რომ მე ვიხუთები აქ. არა და ნიავი უბერავს, მაგრამ აი ის არის ტენიანობაა რა და აი ეგ არის შემაწუხებელი ძალიან. დაახლოებით 40 წუთია უკვე პარკში ვართ და 1:10-15 წუთით და უკვე წავიყვან, იმიტომ რომ წყალი გადავავლო და დავაწვინო. დღეს აქტიური დღე ქონდა ძალიან. კიდე რამდენ ხანს ვერ გამოვიყვან პარკში, ვინ იცის. მე დღის მანძილზე ვერ გამოვიყვან, იმიტომ რომ საშინელი სიცხეებია და საღამოს უფრო რა 7-დან 8 წუთებიდან შეიძლება კიდე გარეთ გამოსვლა რა. ხო და ხვალე არსად არ ვაპირებ გასვლა სახში ვიქნებით სიგრილეს შედარებით. მოკლედ დღეს არის 25 ივნისი და დღეს მაქვს ვიზიტი ექიმთან. წესით დღეს უნდა მქონდეს ეხოსკოპია 3 априლის მერე ეხოსკოპია აღარ მქონია.
ვიზიტები კი მქონდა, მაგრამ ეხოსკოპია არა. ხოდა წესით დღეს უნდა მქონდეს ეხოსკოპი. წავედით, ეხა ჩავიდეთ დაბლა სოსო მანქანას აგრილებს. ბრუკლინში ვინც ხართ გეცოდინებათ, რომ ომლეტს შეწვავ გარეთ მზის გულზე რომ დაასხა ესე, გვპირდებით პირობას გაძლევთ რომ შეიწვება. ისეთი სიცხეა ხალხო. და მანქანას აგრილებს რომ ფიზიკურად მოკლედ ვსდროებით. ჩავაბარე ერთ-ერთი ანალიზი, ეხლა ჩავდივარ დაბლა. სხვა სართულზე, ეხოსკოპიაზე. Ja zaraz budu udzielać też tam już ოთხის 10 წუთზე უნდა შევსულიყავი და ჯერ 7 წუთი გადააცილეს. ჯერ კიდე არ დაუძახია ექიმს. წყალი მინდა. ცივი ოღონდ თბილი აქაც არის მაგიდაზე დებს. სულ აი კონდიციონერი ჩართული ალბათ ხმა ისმის, მაგრამ მე მაინც ცხელა. სულ ცხელა. ვერ გადავიღე ვერაფერი. ვის ეხა პირველად გადავიღე ამ კლინიკაში ეხოსკოპია. აქამდე ამ კლინიკაში არ გადამეღია. ხოდა ისეთი უხეში ექიმი შემხვდა, ექიმი ეხოსკოპისტი. თორე ექიმი ძალიან საყვარელი მყავს. რაღაცა ეთყობა წასვლა უწევდა სახლში თუ რა ვიცი და ძალიან უკმაყოფილო იყო ცხოვრებით. აი ძალიან. რა ჩემი ბრალია შვილო თუ არ მოგწონთ ეწამზაური რატომ მუშაობს ხო? სურათი მინდოდა გოგო ბავშვის და ისიც ვერ იმავსქენი რომ სურათი ამომიბეჭდა მეთქი ისე მომიშელა ნერვები ერთი სუნი მქონდა როდის გამოვიდოდი. ბავშვი არის 2 კილო, ვარ 32 კვირის და 2 კილოა უკვე. ნუ ეხოსკოპია ეხა შეიძლება შეცდეს 300 გრამით. ნუ მაგრამ 2 კილოაო და დანარჩენი ყველაფერს ექიმი გეტყვისა და 10 ივლისს მაქვს შემდეგი ვიზიტი. 10 ივლისს ჩემი ექიმი უფრო დაწვრილებით მეტყვის რა და როგორ. დღევანდელი ანალიზების პასუხები კიდე მომივა ტელეფონზე. ეხლა გამოვედით უკვე 5 საათი ხდება. ხო და მივდივართ, ხა ჩემ წამლებზე ესოსე შესული ანემია მაქვს ცოტა. ხოდა მინიშნეს წამალი და უნდა გამოიტანო საფთი აქედან და მე წავალთ მივალთ სახლში. ძალიან დავიღალე. სახლში მაქვს საქმეები ახლა. სახლში მაქვს საქმეები. ვანა მაქვს ძალიან გასახერხი ბავშვებო. ვანის კედლებიც, მაგრამ კედლებზე ფეხს ვითრევ, მინდა რომ ცოტა ბოლოსკენ გავხეხო რა ივლისში. რომ გაუწოს დიდხანს გამყვეს ისოთა. ხოდა ვანას კი უნდა ეხა გახეხო, მაგრამ ცოტა ხანი უნდა დავისვე. ძალიან დავიღალე. იმედი მაქვს კარგი ვლოგი გამოვიდა. ასე თუ ისე. ვლოგები არასტანდარტულად დაიდება. ამას იქეთ, ან კვირაში შეიძლება 2 ჯერაც დაიდოს, 3 ჯერაც. შეიძლება ერთხელაც, ერთხელ უეჭველი და თუ მეტი არა რა. და ვეცდები რომ ხშირად დავდო და ლაივები კი არის თითქმის ყოველ დღე. აღწერაში არის ჩემი ინსტაგრამ არხი და ვისაც არ ყავართ გამოწერილი გადმოდით იქაც. ხო და 10 ივლისს გვაქვს როგორც გითხარით შემდეგი ვიზიტი და 10 ივლისს იმედია გავიგებთ როდის ჩანიშნავენ საკეისროს. დიდი იმედი მაქვს. მანამდე კიდე ვლოგები იქნება კაცო. დაგემშვიდობებით და მადლობა რომ მიყურეთ და ვინც ბოლომდე მიყურეთ იმათ განსაკუთრებული მადლობა. ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, დამიტოვეთ ლურჯი გულები.
უსმის დროებით შემდეგ შევხვედრამდე.